კომპოზიტორი, მომღერალი, პოეტი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ადამიანი, რომელმაც მუსიკალურ ხელოვნებაში ახალი ეპოქა შექმნა. გურამ ბზვანელი 91 წლის ასაკში ვარსკვლავის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა. დიდად ძალიან მოხარული არ იყავ ვარსკვლავის გახსნაზე. არი ვარსკვლავი რა. სვენა გახდა ვარსკვლავებისაგან. მაგრამ მაინც გადაწყვიტეს რომ 22-ში უნდა ყოფილიყო 22 მაისს უნდა ყოფილიყო ეს კონცერტი და ვარსკვლავის გახსნა, მაგრამ 21-ში დაგძალეთ საწყალი. ჩვენ მეგობრებში როგორ გითხარი გამორჩეული იყო გურამ ბზვანელი თავის ნეობით. მე ესეთი სპექტაკლი ადამიანი გარდა მუსიკალური ნიჭისა არაჩვეულებრივი მოქალაქე. ცოტა ძალიან მიჭის გურამზე საუბარი როგორ წასულს. ზუსტად სტოლები ვიყავით ხო ჩვენ? და თვეებშია განსხვავება. მე იმდენი რამე მაქვს ნასწავლი გურამ ბზვანელისაგან. არა მარტო მუსიკალურ მხარეზე, ლაპარაკი ზედმეტი არის. ის სხვა განზომილებაში აბსოლუტურად. ძალიან დიდი იყო გურამი, ხელოვანი იყო. მან შექმნა მთელი ეპოქა გასო. რომელსაც ჩვენ ვერ არ ვაფასებდით, რაღაც ისე ვიყავით. მარტო მუსიკაში არა. ეს იყო სხვა შორის მეორესაც დავაყოლებ, რომ აი ვიღაცას ნიშნავენ ხო დირექტორად. გურამი თავის ბუნებით იყო ხელმძღვანელი. აი სკოლის დირექტორი იყო მუსიკალური სკოლის და მე ვიცი შეფასება მასწავლებლების, რომ ის იყო ნამდვილი ხელოვანი, დირექტორი კი არ იყო. ჩემი ოცნება რეჟისორობა იყო, მაგრამ თეატრალურ ინსტიტუტში იმ წელს მიღება არ იყო. ცადე სამედიცინო ინსტიტუტშიც, მაგრამ სათანადოდ მომზადებული არ აღმოჩნდი და ვერც მოვეწყო. მეორე წელს ჩავაბარე პოლიტექნიკურში, გეოლოგიის ფაკულტეტზე. ლამაზი ფორმები ეცვა და ბიჭებმა შემაგულიანეს. იქ არაჩვეულებრივი ადამიანები მოღვაწეობდნენ. ინსტიტუტში უკვე სწავლობდნენ გურამ ბაკურაძე და თამაზ ცინცაძე, თუმცა მათ მანამდეც ვიცნობდი. სწორედ მათ უთხრეს ინსტიტუტის რექტორს ჩემზე, კარგად მღერისო, იხსენებს ერთ-ერთ მოგონებაში გურამ ბზვანელი. პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზ კვარტეტმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში. მათ ესტრადაზე ახალი სტილი, გემოვნება და ნაციონალური რეპერტუარი შემოიტანეს. მათი კონცერტები მსმენელს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა. სიტყვა, მუსიკა, სიმღერა, ხუმრობა, ყველაფერი ერთმანეთს ცვლიდა. თამაშდებოდა ცოცხალი სტუდენტური სცენები და რაც მთავარია, ჟღერდა შესანიშნავი სიმღერები. პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზ კვარტეტმა მხოლოდ 4 წელი იარსება, თუმცა მათი სახელი დღემდე უკვდავი დარჩა. რამოდენიმე 4 წელიწადი 4 წელი ნახევარი იმღერეთ ერთად ვიყავით. და ამას არ ვაქცევით იმდენ ყურადღებას და ჩვენი ამ 4-ეულის დამოკიდებულება იყო რაღაცა საოცარი, ძალიან ძნელია. ამდენი მაკაცობის რაღაცა სითბო იგრძნობოდა ჩვენ 4-ში. როდესაც ის დიდი დღესასწაული რაც ეწყობოდა ხოლმე გურამის სიმღერების შესრულებისას, არა? მაგის დავიწყება არ შეიძლება. გურამ ბზვანელი და მე ერთად სწავლობდით და თამაზ ცინცაძე და შოთა ხარობაძე ერთად სწავლობდნენ. აი ესენი შეიკრიბა სრულიად შემთხვევით სოხუმში. და მაშინ ის პერიოდი იყო სხვა შორის, რომ თბილისში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მღეროდა, განსაკუთრებით ბიჭები. აი რომ შეიკრიბნენ ზღვაზე, შეხვდნენ დაიწყეს სიმღერა გურამი მაშინვე გამორჩეული ადამიანი იყო, ყველა მიგრძნო და ძალიან მოეწონა გურამს. და რაც მან გააკეთა, ეს ჟღერადობა მისცე, ესაც აი რაღაცნაირად რომ მოვისმენ ხოლმე, სხვის ნამღერს რომ მოვისმენ, ისე ვერ აღიქვა როგორც ჩვენ რომ ღეროდით. არ ვტრაბახობ. გურამმა რომ შემოგთავაზეთ სიმღერა. ნუ ჩვენ თვითონ გავოცდით, იმიტომ რომ ძალიან კარგი ჟღერადობა იყო. მაგრამ ჩვენ სულ არ ვიცოდით ეს რას ნიშნავდა. და როცა პოლიტექნიკური ინსტიტუტში მოვიდა გურამი, შოთაც მოვიდა და ესე იგი რომ მოგვისმინეს, დორიან კიტია იყო მაშინ მენეჯერი დღევანდელი განსაზღვრა. სოსტოღიში იყო მხატვრული ხელმძღვანელი. ძალიან კარგი შეფასება მისცა დორიან კიტიამ შემდგომში. გურამის შემდეგ ამ კვარტეტის შემდეგ დაიწყო კვარტეტო მანია რა. ყველგან შეიქმნა დიელო, ორერა, უცხოენების ინსტიტუტთან კვარტეტი, მასთან რა ქვია, გეპეისაც ჰქონდა კიდე დამატებით კვარტეტი, კონსერვატორიას ჰქონდა არაჩვეულებრივი მრავალხმიანი ანსამბლი. შეიქმნა სულ გურამი არის ამის ამანჩავანი. გურამმა შემოიღო უნისონის სიმღერა და თუ ვინმე დააკვირდება, თუ გააქვთ მაგის საშუალება დააკვირდეთ. ესე იგი ერთ ხმაში პატარა ბიჭები 19 როგორ კაცებივით მღერივართ, ეს თუ გურამია სხვა შორის. უნისონშიც ხმებში არ ვიძახი. აი უნისონი გურამმა გააკეთა სხვა შორის.
და ის ტემბრები ერთმანეთსაც საოცრად ერთმანეთს ემთხვეოდა. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ერთ-ერთი წარმატების ძალიან დიდი მნიშვნელობა მქონდა იმას, რომ გურამ ზვანელი იყო ავტორიც და შემსრულებელი ჩვენთან ერთად. მოგონებები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ბევრი დაგროვდა. პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზ კვარტეტის წევრებს გურამ ბაკურაძეს და თამაზ ცინცაძის მეგობრობა გურამ ბზვანელთან 60 წელზე მეტ ითვლის. მათ თვალწინ გაიარა გურამ ბზვანელის ყოველდღიურობა. ისინი მომსწრენი იყვნენ მისი უამრავი წარმატებისა. მათ თვალწინ დაიბადა მზიური, რომლის დაარსებაშიც განსაკუთრებული წვლილი სწორედ გურამ ბზვანელს ეკუთვნის. გურამი მაშინ პირნეთ სასახლეში მუსიკალურ გაყოფილებას ხელმძღვანელობდა. მაშინ შეიქმნეს მზიური და გურამსაც საკმაოდ წვლილი აქვს ჩადებული მაგ ამბავში. ეს მისი ჟღერადობა მაშინაც წინა პლანზე იყო წარმოჩენილი. ანის სკოლის ხელმძღვანელობის ინიციატივა. ყოფილიყო მის სახელობის სკოლა. ისე კარგ მახსოვს, ჩვენთან ერთად წავედით ვანში დიდი დელეგაცია. ჩვენთან ერთად იყო არაჩვეულებრივი სულხან ცინცაძის სახელობის ინსტრუმენტალური კვარტეტი. იგი თავისი მოღვაწეობის პერიოდში ხელმძღვანელობდა 23 სკოლასთან არსებულ მუსიკალურ სკოლის ხელმძღვანელი იყო. შემდეგ ხელმძღვანელობდა მესამე მუსიკალურ სასწავლებელს. და შესანიშნავი მუსიკოსები გაიზარდნენ იმ სკოლაში. ბევრი რამე შეიძლება გურამზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ეხლა რამდენადაც ვეცადო ობიექტური, რომ ვერ ვიქნები ობიექტური. 22 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გურამ ბზვანელის შემოქმედებითი საღამო უნდა გამართულიყო. კონცერტის დასასრულს კი მისი ვარსკვლავის გახსნა იგეგმებოდა. ავადმყოფობამ შეუშალა ხელი. ვერ მოასწრო იმ სიხარულის გაზიარება იმ დიდი აუდიტორიისათვის, რომელიც არასდროს არ აკლდა მის შემოქმედებით ცხოვრების გზას. გურამ ბზვანელი წავიდა ამ ქვეყნიდან და დატოვა უდიდესი ტკივილი. მაგრამ მან დაგვიტოვა თავისი განუმეორებელი შემოქმედება, ბევრი სასიხარულო მოგონება, მონატრება, სიყვარული და ვარსკვლავი, რომელსაც მართალია თავად ვერ მოესწრო, მაგრამ იმედია მის გარეშე მაინც გაიხსნება. და აი ეს წიგნი, გურამ ბზვანელი და ქართული ჯაზ კვარტეტი, რომელიც საჩუქრად მეც მერგო. წიგნში გურამ ბზვანელის შემოქმედებითი ცხოვრების გზა, უამრავი მოგონება და პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზ კვარტეტის დიდი წარმატებაა ასახული. ჩემო ლიკა ძვირფასო, მე და გურამა გადავწყვიტეთ, რომ მოგართვათ თქვენ გურამის 80 წლის თამთან არაჩვეულური გამოცემა, რომელიც ლელო ჭიჭინაძეს ხელმძღვანელობით შეიქმნა. გურამის შვილის მეუღლე, ძალი მისი. არაჩვეულებრივი წიგნი, მე წამოგიღეთ ესა და მე უნდა გადმოგცეთ თქვენ ეს როგორც სამახსოვრო თქვენ და თქვენ რედაქციას და წარმატებას გისურვებთ.